ხოლო შენ მსყოფთე ქველის საქმესა სახეობრივად წარმოაჩენს, რამდენად არ უნდა დავკავდეთ ჩვენი კეთილი საქმეების ხსოვნით და გაცნობიერებით და ანალიზით სახეობრივად. ნუ სცნობ მარცხენაა შენი, რასა იქ მოდის მარჯვენა შენი. ბუნებრივია, რომ ქრისტიანი არ შეიძლება რომ სიკეთეს არ აკეთებდეს, სიკეთეს არ იქმოდეს. ნუ წარმოუდგენელი, აი პავლე მოციქული ამაზე ხაზგასმით ამბობს ხოლმე. თუ არ ვცდები ტიტეს მიმართ ეპისტოლეში, რამდენიმე მუხლი აქვს პირდაპირ ხაზგასმული, რომ თუ ადამიანი ქრისტიანი ეს აუცილებლად და ეს ეუბნება ტიტეს, რომ ვასწავლოთ ჩვენს ქრისტიანებსო, ჩვენს სულიერ შვილებს, რომ სიკეთე უნდა აკეთონ, ქველის საქმე უნდა აკეთონ, ამის გარეშე ქრისტიანობა არაფრით არ შეიძლება. იგულისხმება ადამიანს რომ სიკეთეს უკეთებ. მაგრამ იმდენად უნდა ვივიწყებდეთ მე იმ წამსვე ამას. იმიტომ რომ ეს ჩვენი დამსახურება არც არის გახსოვთ უფალი როგორ ამბობს, როცა ქველის საქმეს ჩადიხარ, როცა სიკეთეს აკეთებ. ჩემგან მადლობაც კი არ გეკუთვნის, იმიტომ რომ ეს შენი მოვალეობაა უბრალოდ. და იმას იმ წამსვე უნდა ივიწყებდე. არაფერს არ ნიშნავს ეს. ასევე ხაზგასმულია ხო წმინდა წერილში, მათ შორის იგივე პავლე მოციქულთანაც. რომ ადამიანი სიკეთის კეთებით არ ცხონდება. ნახეთ რა უცნაურია, ნახეთ ესეც ხო უცნაურია. თან აუცილებელია რომ აკეთო. თან აუცილებელია. თან ეგრევე უნდა დაივიწყო, იმიტომ რომ არაფერს ნიშნავს. და თან რო აკეთებ, აუცილებელი ხო არის, მაგრამ მაგით ვერ ცხონდები. ეხლა ხო ეს ადვილი გასაგები ლოგიკურად არ არის. ადამიანი ამას შინაგანად სწორი სარწმუნოებრივი ინტუიციით თუ გაიგებს და სულიერი ცხოვრების გამოცდილებით, თორე ადამიანს ლოგიკურად, ხო, ლოგიკურად ვერაფრით ვერ გააგებინებ. როგორ ესე თუ აუცილებელია მაცხოვნებელიც ყოფილა და თუ მაცხოვნებელი არ არის, აუცილებელი რატომ არის? აუცილებელი და არ არის მაცხოვნებელი. აი ეს არის სიკეთე. გესმით, რასაც ჩვენ ვაკეთებ, რასაც ჩვენ ჩავდივართ. და ეს ეხება არა მარტო ხორციელ სიკეთეს, რომელსაც ვაკეთებთ, არამედ მისტიკური მხარე ჩვენი სულიერი ცხოვრებისა. იმიტომ რომ ჩვენ ნებისმიერ მდგომარეობაში, ნებისმიერ სიკეთეში, ხორციელს თუ სულიერში საკუთარ პატივს ვეძებთ.